საინტერესოა, რას ფიქრობენ პოლიტოლოგები და ექსპერტები პირველ სხდომაზე და დღეს გაკეთებულ განცხადებებზე ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. არჩევნებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო კახი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემოყურებლებს. მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო კახი, პირველი სამუშაო დღე ახალ პარლამენტში დასრულებულია. მოთქმა გამოიწვია ერთგვარი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის და ვიცე-სპიკერების კენჭის ღრამ საზოგადოებაში კოალიციის წარმომადგენელს მხარი უმცირესობის წევრებმაც დაუჭირეს. ხომ არ უნდა ველოდოთ ერთგვარ გადაჯგუფებას ახალ პარლამენტში? პრინციპში თვითონ თავმჯდომარეს რაც შეეხება უკვე იყო ამის შესახებ ინფორმაცია გავჟერებული, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი გახდებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო ვიცე-სპიკერების ვინაობა და კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა. როგორც ჩანს, კონსულტაციები წინასწარ გაიმართა, ამიტომაც მე ვფიქრობ, უპრობლემოდ მოხდა ხმის მიცემა ამა თუ იმ კანდიდატზე და შედეგად მივიღეთ ის, რაც ისედაც ჩვენთვის ცნობილი იყო. თუმცა ისიც უნდა განვიხილოთ, რომ გიორგი ბარამიძე იქნა არჩეული უმცირესობიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე. მასაც როგორც ჩანს, უმრავლესობის წევრებმა მისცეს ხმა, თუმცა რამდენადაც მე მახსოვს, ბატონ გიორგი ბარამიძეს გარკვეული კავშირები ჰქონდა მესტიის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონო კახი, რას ფიქრობთ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში ყოფნაზე? ისინი აცხადებენ, რომ იქნებიან კონსტრუქციულები და მხარს დაუჭერენ სასიკეთო ცვლილებებს. მოახერხებენ თუ არა ისინი უბრალოდ თუ ეს იყო უბრალოდ მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის? მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ პირველი სხდომა როგორც ჩანს უფრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ჩვენთვის იყო, რომ აი ყველანაირად ცდილობენ ნორმალურ დემოკრატიულ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას, რაც ძალიან კარგი იყო, ბუნებრივია. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, არ ვფიქრობ, რომ ახლა მაინც და მაინც კონსტრუქციულობის სურვილი ჰქონოდა ნაციონალურ მოძრაობას. ერთია, რომ ასეთი გზავნილები ჭირდება მას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კონსტრუქციულობის იმიჯი და ის დემოკრატიის გვირგვინი, რაც მოიგო საკუთარ თავზე არჩევნების წაგების აღიარებით, ამის შენარჩუნება სურთ. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ასეთ როლს დიდხანს ვერ მოირგებენ და შეეცდებიან ბუნებრივია რაღაც პრობლემების შექმნას, იმიტომ რომ პირველ რიგში გავიგეთ განცხადება, რომ ისინი მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ემზადებიან ოპონირებისთვის. დიახ, ბატონო კახი, როგორ შეაფასებდით დავით უსუფაშვილის საკმაოდ ვრცელ გამოსვლას, მან ასევე ისაუბრა ირინე ენუქიძეზეც, ამას დაკავშირებით როგორ გითხრათ? ძალიან კარგი გამოსვლა იყო, მე მომეწონა ბატონი დავითის გამოსვლა, რაც შეეხება ქალბატონ ირინა ენუქიძეს. ნამდვილად ქალბატონ ირინა ენუქიძე და სხვა ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს აი 8 წლის მანძილზე ასეთ ნულევან ტოლერანტობას, ამხელა ძალადობას, ბუნებრივია ჩვენ არც ერთმა არ გვაქვს უბრალოდ უფლება პატივი ავცეთ მათ ხსოვნას და ეს რეალურად არის სისტემა, რომელზეც საზოგადოება მოითხოვს პასუხს და მხოლოდ ხსოვნით არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება უნდა ნახოს საზოგადოებამ იმ დანაშაულთა კასკადზე, რომელიც 8 წლის მანძილზე სუფევდა საქართველოში. და ძალიან კარგია, რომ არ ავიწყდებათ, ვიმედოვნებ, რომ ამას მოყვება გარკვეული სამართლებრივი რეაგირება ბუნებრივია კანონის ჩარჩოში და ფარგლებში. და კიდევ ერთი შეკითხვა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიზნე ევანიშვილს არ მოეწონა საკანონმდებლო ორგანო და ამბობს, რომ იქ მუშაობა ზაფხულში იქნება შეუძლებელი. დააპირებენ სავარაუდოდ გადმოტანას ისევ თბილისში. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? როგორია ზოგადად ექსპერტების მოსაზრება საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანასთან დაკავშირებით? მე სხვათა შორის მხარს უჭერ იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო იყოს იქ, სადაც არის მთავრობა, იმიტომ რომ საკანონმდებლო ორგანო არის მთავრობის ერთ-ერთი კონტროლის მექანიზმი. ამიტომაც ახლა წმინდა ეკონომიკურად რომ განვიხილოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ძვირი დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს, დეპუტატების და აპარატის იქით-აქეთ სიარული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე მთავრობის წევრების იქით-აქეთ სიარული, რაღაც კომიტეტებთან ან სხვა საკითხებთან შეხვედრის
დროს და სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საკანონმდებლო პროექტების განხილვაში, მათაც გაუჭირდებათ. ეს ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ გვაქვს ახლა დღეს იმის ფუფუნება, რომ ასე გავშალოთ ის სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც რეალურად ყოველდღიურ კავშირში უნდა იყვნენ ერთმანეთთან და ამიტომაც მეც უჭერ მხარს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო ისევ თბილისში იყოს. ეს არის აუცილებელი უბრალოდ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახსრები დაიხარჯოს პიარისთვის და ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანია და ახლა წარმოიდგინეთ მხოლოდ მივლინებების ხარჯები. სხვათა შორის იგივე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ნაწილობრივ გადავიდა ქუთაისში, წარმოიდგინეთ ახლა მათი ხარჯების შესწავლა რომ დავიწყოთ, ძალიან სერიოზულ თანხებთან მივალთ. ამიტომაც ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ საგაზაფხულო სესია მაინც უკვე თბილისში ჩატარდება. რაც შეეხება მინდოდა დამემატებინა პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. თუ გვაქვს დრო. თქვენ შეგიძლიათ დიახ, გიგოსვით. ცოტა გაუკვირდათ უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ ყოფილი უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ პრეზიდენტის მისვლის დროს უმრავლესობა არ წამოდგა ფეხზე. ვფიქრობ, უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ წამომდგარიყო ფეხზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენმა პრეზიდენტმა 8 წლის მანძილზე მოახერხა და დაამკვიდრა ის აზრი, რომ ის იყო მხოლოდ ერთი ნაწილის პრეზიდენტი და არ მალავდა ამას 1 ოქტომბრამდე, ამას ყველგან გაიძახოდა, რომ მე აგერ ჩემ მომხრეებთან ვარ, დანარჩენი ჯოჯოები და მუმიები არიან. ახლა ცოტა უცნაური იქნებოდა, რომ ჯოჯოები და მუმიები წამომდგარიყვნენ მის ეგრეთ წოდებულ იმ ადამიანთან, რომელმაც მათ ეს უწოდა. ასე რომ გასაკვირვი ალბათ ის უფრო იქნებოდა, რომ წამომდგარიყვნენ. მართალია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თვითონ ალბათ პრეზიდენტის ბრალია, რომ ასე მოახერხა და პოლარიზებას ჩაუდო საფუძველი საზოგადოებაში და ამას აკეთებდა 2004 წლიდან. ასე რომ გასაკვირია. ბოლო შეკითხვა ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ. ბოლო პერიოდში საკმაოდ დაკარგული იყო ნდობა ზოგადად პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა გამჭვირვალე პარლამენტი, ახალი პარლამენტი ამ ნდობის აღდგენას? მოდით ვთქვათ, რომ გამჭვირვალეობა იმაზე არაა დამოკიდებული, შუშის თუ ბეტონის შენობაში იჯდებიან პარლამენტარები. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებით ვიცით შუშის, მაგრამ სამწუხაროდ ცემატად ხება იქაც მიმდინარეობდა. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ღია იქნება საზოგადოებისთვის ის პროცესები, რომელიც წარიმართება პარლამენტში. ერთია, რომ ყველა საკითხს შეთანხმება ჭირდება, მაგრამ მეორეა, ალბათ საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტული საკითხებზე ვინ რა პოზიციას იჭერდა და ბუნებრივია პარლამენტის ხდომა როგორც პრესისთვის, ისე არასამთავრობოებისთვის და საზოგადოებისთვის იქნება ღია. ცუდი არ იქნებოდა, რომ ტრანსლირება მომხდარიყო, უზრუნველყოფილიყო ტრანსლირება პირდაპირ ეთერში. სხვათა შორის ბევრი კითხვის ნიშნები იბადება საზოგადოებაში. მე ვურჩევდი უბრალოდ ახალ მთავრობას, ახალ უმრავლესობას, რომ უფრო მეტად გახსნილი იყოს საზოგადოების წინაშე. ეს მხოლოდ კარგს მოიტანს. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი პასუხობდა ჩვენს